იმის გამო, რომ Mercedes-მა M19-დან 2 ძრავი გამოიყვანა, გადაწყვიტა, რომ 2 სხვადასხვა ავტომობილით შეექმნა და შექმნეს Mercedes 124 400i და Mercedes 124 500i. 400i გაუშვეს ამერიკაში, რომ სახელის შესაბამისად კონკურენცია გაეწია LS 400-ისთვის. ეს ცალკე სილის გაწვნაა კიდე Lexus-ისთვის, იმიტომ რომ Lexus-მა 400 LS-ი შექმნა S-კლასის კონკურენტად და ამან ერთი კლასით დაბალი კლასით გაუწია კონკურენცია. მოიგო. ძალიან მარტივად და გამანადგურებლად მოიგო. ხოლო 500i დატოვა ევროპაში 34 M5-ის კონკურენტად. რა დრო იყო ხალხო არა? ყველაფერი საუკეთესო რო ევროპაში ჩდებოდა. ახლა კი? კარგი, საქმე მეგობრებო, საქმე. მოკლედ დააპროექტა Porsche 124, გააკეთა პროტოტიპი და გააგზავნა Mercedes-თან. და აქ ერთი პატარა შეცდომა გაიპარა. საქმე იმაშია, რომ Porsche-ს მიერ შექმნილი ეს სპორტული სედანი იმდენად განიერი იყო, რომ Mercedes-ის არც ერთ კონვეიერზე არ ეტეოდა. Porsche-მ რა გააკეთა? შეთავაზა Mercedes, რომ მოდი თუ შენთან არ ეტევა ეს მანქანა და ვერ აწყობ შენ, მე აგიწყობ. საქმე იმაშია, რომ ამ დროს Porsche მორჩენილი იყო ლეგენდარული მოდელის Porsche 959-ის წარმოებას და მისი წარმოებისთვის შექმნილი კონვეიერი ჯერ კიდევ დაუშლელი იდო იქ თავისთვის Porsche-ის ქარხანაში და მტვერი ედებოდა. Porsche-მ ეს კონვეიერი ცოტათი გადააწყო და დაიწყო Mercedes 124 500-ის წარმოება. აქ მინდა ცოტა ხანი შევჩერდეთ და ერთ რაღაცას დაუკვირდეთ. ეს მანქანა, რომელიც ახლა ჩემს უკან დგას, შექმნილია იგივე კონვეიერზე, რომელზე შექმნილი ავტომობილიც დღეს $1 მილიონზე მეტად იყიდება, თითქმის ყოველთვის. 124-ის შექმნა პინგ-პონგის პრინციპით დაიწყო. პინგ-პონგის პრინციპი იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა მთელი წარმოების პროცესში დარბოდა Porsche-სა და Mercedes-ის ქარხნებს შორის. Porsche-ს და Mercedes-ის ქარხნები შტუტგარტში მეზობლადაა. თუ არ გეზარება, შეგიძლია ფეხითაც გადახვიდე. და ეს ყველაფერი ამ მანქანის წარმოებას ძალიან დაეხმარა. პროცესი მიმდინარეობდა შემდეგნაირად. თავიდან Mercedes-ი ქმნიდა ჩვეულებრივ 124-ს, რომელსაც შემდეგ უგზავნიდა Porsche-ს. Porsche ამ 124-ს გადააკეთებდა ისე, რომ ის უკვე მზად იყო ახალი ძრავისთვის და ახალი გაბარიტებისთვის. შემდეგ ამ ყველაფერს აგზავნიდა უკან Mercedes-თან, რომ Mercedes-ს ეს ავტომობილი შეეღება. ამის შემდეგ Mercedes-ისგან ეს მანქანა ისევ გადადიოდა Porsche-ში, რომ Porsche-ს ეს მანქანა ბოლომდე აეწყო და მერე უკვე გადადიოდა ისევ Mercedes-ში, რომ Mercedes შეემოწმებინა თუ რამდენად კარგად გააკეთა Porsche მასზე დაკისრებული საქმე. ეს ინსპექცია გაევლო და შემდეგ უკვე წასულიყო დილერებთან გასაკეთად. ასეთი სიგიჟე ხდებოდა და სწორედ ამიტომ ამ მანქანის წარმოებას 18 დღე ჭირდებოდა.